აპარატურის განახლებისას, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ბრენდის სანდოობასა და სერტიფიცირებულ ხარისხს. იმდენად სწრაფად ვითარდება თანამედროვე ცივილიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა, ბრენდს აქვს ძალიან მნიშვნელობა, მაგრამ კონკურენციამ თემა მიიყვანა იმ დონეზე, რომ უპირატესი გახდა მაღალი ტექნოლოგიები. რამდენად გეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი თქვენი კლინიკის განვითარებაში? ხელოვნური ინტელექტი არის სტრატეგიული ტექნოლოგია 21 საუკუნეში და ჩათვალეთ, რომ კლინიკა და იურიდიული პირი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გარეშე ცდილობს მუშაობის გაგრძელებას, ეს არის უკვე ჩარჩენა ძველ დროში. დღევანდელ მაღალ კონკურენტულ გარემოში, რა არის თქვენი კლინიკის ის მთავარი უპირატესობა, რაც გამორჩეულს ხდით სხვა სამედიცინო ცენტრებისგან? პირველი, კონკურენტების ურთიერთპატივისცემა და არა ბრძოლა. მეორე, მაღალი ტექნოლოგიები, მესამე, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები და მეოთხე, დაუნიშნულოვანესი პროფესიონალური ექიმთა გუნდის თავმოყრა ერთ სიცეშის, რასაც კლინიკა ჰქვია პაციენტების ინტერესების გათვალისწინებისათვის და სასარგებლოდ. თქვენი აზრით, რა იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა ქართული ჯანდაცვის სექტორისთვის და როგორ ემზადება თქვენი კლინიკა ამ ცვლილებებისთვის? ნებისმიერი სფეროსათვის, მომსახურების სფეროსათვის გამოწვევა სულ რჩება ერთ და იგივე პრაქტიკულად. ხარისხის ამაღლება, პროფესიონალიზმის დახვეწა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. როდის აპირებ შენ მეგობრებთან ერთად ანტარქტიდაზე წასვლას? მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებთან შეთანხმებით. აუცილებლად ჩავაყენებთ ბატონ ილიას საქმესხურში და დიდი სურვილი გვაქვს ამ მოგზაურობაში ერთად ვიყოთ. დაუტოვეთ კითხვა შემდეგ რესპონდენტს. თქვენ გჯერათ საქართველოს მომავლის.